ამ რამდენიმე ხნის წინ ბიზინა ივანიშვილმა პერსონალურად და უფრო ზუსტი რომ ვიყო მაღალი ალბათობით საკუთარ მეუღლესთან ეკა ხვედელიძესთან ერთად აგრეთვე შვილებთან უტასთან ბერასთან და ცოტნესთან ერთად გადაწყვეტილება მიიღო ამგვარი მან სტაფილოს წვენი რომ შესვა დილით უთენია გამთენიისას თქვა ბრძანა რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა კარგი იქნება დებატები გამართონ ოპოზიციის უფრო ზუსტი რომ იყო მე რომ მომწონს მეტნაკლებად რომ მომწონს იმ ოპოზიციის აი რადიკალები რომ არ არიან იმ ოპოზიციის აგრეთვე საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებთანო თავარი არ იყოს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა თორე დანარჩენი ვინც გინდათ ის იყოსო შესაბამისად დაევალათ ტელევიზიებს რუსთავიორსა და დასაქცირებულ იმედს რომ მოაწყონ სტუდიები გამართონ სტუდიები ტექნიკურად მოემზადონ და მიიპატიჟონ პირები ეგრეთ წოდებული ოპოზიციიდან მეთქი თუ ვიტყვი არ ეწყინებათ პოლიტიკურ ჯგუფებს მაგრამ რომც ეწყინონ საბოლოო ჯამში ეს პრობლემა არ არის გულისხმობ გირჩს იაგო ხვიჩია მეგრელიშვილი რაქვიაშვილი სხვა რა მიმახსენდება შესაძლოა არიან გულისხმობ გახარიას პარტიას გულისხმობ ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ საქართველოს რომელიც რასაკვირველია წანაზარდია ქართული ოცნებისა სიმსივნეა თავად სიმსივნეს მთავარი კერისა მეტასტაზია თუ გნებოთ ასე ვიტყვი და კიდევ ცალკეულ პარტიებს აი ამგვარ პარტიად წოდებულ დაჯგუფებას რომელიც ამავდროულად თუ იმავდროულად უმრავლესობის წევრია ხალხის ძალა იგულისხმება ვითომ ოპონენტები არიან ესენი ანუ ხუნდაძე სუბარი სხვები და სხვები ჩიბურდანიძე როა კალბატონი ვითომ ოპონენტები არიან ქართული ოცნებისა გამართეს აკი გამართეს კიდეც მოაწყეს სტუდიები რუსთავიორმა და დასანქცირებულმა იმედმა ამ პოლიტიკურ ჯგუფებსაც დაუწახეს ამ ეგრეთ წოდებულ დებატებზე რომლებსაც ცხადია არ მეთანხმებით არ მოგწონს და სხვებსაც ექსპერტებს ვინც პრინციპში თანახმა ყაბული იყო რომ ადგილზე აგორაზე დებატებზე დაემარცხებინა ქართული ოცნებისა რომ ადგილები ამავდროულად უნდა ვთქვათ რომ ირაკლი კობახიძემ საკუთარ თავზე აიღო და ყოველი 10 დებატიდან თუ ყოველი 7 დებატიდან 6-ში მონაწილეობს თავად ერთში თუ ორში მონაწილეობს შალვა პაპუაშვილი შესაძლოა ცალკეული დარგობრივი მინისტრები თუ ხელმძღვანელები მაგრამ აი ვოლსკის კარგ სპიკერ წულუკიანს კარგ სპიკერ კიდევ უნდა გავიხსენოთ მამუკა მდინარაძეს ის მაინც სუსის უფროსია კარგი დავარებოთ თავი მოკლედ პარლამენტარებს სხვა დეპუტატებს ეგრეთ წოდებულ დეპუტატებს არანდო პაპუაშვილმა ან არანდო ირაკლი კობახიძემ დებატებში მონაწილეობა და გავიდნენ და დაიწყო ის რასაც პრინციპში მაინც ფარსი ჰქვია მიუხედავად იმისა რომ გირჩის ვაღიაროთ და გახარიას პარტიის წარმომადგენლები ანუ პარტიო ცალკეული პირები რომლებიც ფართო გაგებით პოლიტიკაში არიან რასაკვირველია ამ 10 გამართული დებატიდან 9-ჯერ უგებენ ამარცხებენ ქართული ოცნების მიერ უпростоრად ბიზინა ივანიშვილის მიერ მოფიქრებულ მოგონებულ დებატებშიც ამარცხებენ იმიტომ რომ ქართულ ოცნებას არ აქვს ირაკლი კობახიძეს არ აქვს არანაირი არგუმენტი და კი დემაგოგიკაცია კი ბევრს ამბობს კი სიტყვებს იმეორებს კი ვარჯიშობს მანამდე მაგრამ აი კრიტიკულ და საინტერესო კითხვებზე ირაკლი კობახიძე პრინციპში მაინც ფუნებას ფუნქციებს ამ სიტყვას ვიხმარ ფარჩაკდება ეს ძალიან საინტერესო სიტყვაა ბიზინა ივანიშვილს რა განზრახვა ჰქონდა ამ დებატების თაობაზე როცა მოიფიქრა როცა გაუზიარა საკუთარივე მოსაზრებები ქალტუნეკას ხვედელიძეს შვილებს სოტნეს უტას და ბერას როცა უთხრა რომ აი კარგი იქნება თუ ჩემი პარტიის წარმომადგენლები ამ დებატებს მოაწყობენ ოღონდ არა ნაციონალებთან ნაციონალები არც დაუპატიჟიათ და რომც დაეპატიჟათ ისინი კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობ ეგრეთ წოდებულს და არ არის ასე მაგრამ ბიზინა ივანიშვილის და ქართული ოცნების ტერმინებით ვილაპარაკებთ ყველის ნებართვით 22 წამი რა განზრახვა ჰქონდა ბიზინა ივანიშვილს ან რა განზრახვა შეიძლება ჰქონდეს უკვე შემდგომ თავად ოლიგარქს რა შეიძლება გამოდნეს აქედან ბიზინა უცნაური სიკაცია როცა შესვამს ხოლმე
სტაფილოს წვენს დილის 5 საათსა თუ 6 საათზე, მარჯვენა ფეხზე ამდგარს, შეიძლება მოუნდეს ერთხელ, ორჯერ, 7ჯერ, მოიწონოს 8ჯერ, 9ჯერ, 10ჯერ კობახიძის უმეტესწილად და ხანდახან პაპუაშვილის პასუხები, არგუმენტები, მაგრამ მე-11 შეიძლება დაიწუნოს, კი არ მოიწონოს, არამედ სწორედაც რომ დაიწუნოს ირაკლი კობახიძის ესა თუ ის პასუხი, არგუმენტი, სტრატეგია, ტაქტიკა და ჩათვალოს რომ ირაკლი კობახიძემ სულაც ვერ დაამარცხა ისე ოპონენტები, როგორც უნდა დაემარცხებინა და როგორი დამაჯერებელიც უნდა ყოფილიყო, ისე დამაჯერებელი სულაც არ იყო გუშინ თუ გუშინ წინ რუსთავი 2-ზე თუ დასაქსირებულ იმედზე გასულ დებატებში. ირაკლი კობახიძე ამის საფუძველს გულახდილეებით თუ ვიქნებით აძლევს უკვე ამ თავითვე, მაგრამ ბიზინა ივანიშვილის განწყობები ან ფიქრები დებატების თაობაზე ჩვენ პრინციპში არ ვიცით, ჩვენ უბრალოდ არ გამოვრიცხავთ, რომ პირობითად 4 დებატის შემდეგ ბიზინა ივანიშვილმა თქვას უთხრას ირაკლი კობახიძეს, რომ ეს ასე არ უნდა გეთქვა, მე ამისთვის არ გამიშვიხარ, შენ უკეთესი არგუმენტი უნდა გქონო და ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. მე თუ მკითხავთ ბიზინა ივანიშვილს უკვე ამ თავითვე აქვს ამის საფუძველი. აქედან გამომდინარე კი ვაკრიტიკებთ გირჩს და აგრეთვე გახარიას პარტიას, მაგრამ აი სწორედ გახარიას პარტიის წარმომადგენლები, სწორედ გირჩის წარმომადგენლები, ცალკეული კარგი, მეტნაკლებად კარგი სპიკერები ახერხებენ და მე გაჩვენებ თვალსაჩინოებებს გაჭედვას ირაკლი ამ შემთხვევაში და უმრავლეს შემთხვევაში სწორედაც რომ ირაკლი კობახიძისა. არ დაგავიწყდეთ არც ისიც, რომ როდესაც ბიზინა ივანიშვილს მოაფიქრდა მარცხენა თუ მარჯვენა ფეხზე ამდგარს, წამომჯდარს ფუმფულა საწოლიდან, მოაფიქრდა დებატების გამართვა, იმ პერიოდში ქართულ ოცნებას უჭირდა განა არა, მაგრამ ისე არ უჭირდა, როგორც უჭირს ახლა, ავხსნი, რასაც გულისხმობ. იმ ხანად ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილება მიღებული ევროკავშირში იმის თაობაზე, რომ კახაკალაძე და არა მხოლოდ კახაკალაძე, არამედ უკლებრივ ყველა, ვისაც დიპლომატიური პასპორტები აქვს, ვერ იმოგზაურებდნენ ევროკავშირის ქვეყნებში, შენგენის წევრ სახელმწიფოებში ამხსენებული დიპლომატიური პასპორტებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კახაკალაძე ვერ ჩავა, ვერ გარისკავს და არ გარისკავს და ვერ ჩავა თუ არ ჩავა მილანში თმის შესაჭრელ გასაკრეჭად პრიჩოსკის ეგრეთ წოდებული მარცხნილობის დასაყენებლად, ან დეფილეზე, რომელსაც მოაწყობს ისი მეუღლე პირმშვენიერი ანუკი არეშიძე, რომელიმე მე-14 ხარისხოვან დარბაზში ხსენებულ მილანში ან სხვაგან სადმე, მაგრამ პრინციპში მეორე თუ მეხუთე მხრივ კახაკალაძემ შეიძლება ეს არც გარისკოს და გეტყვით რატომაც ის ფლობს დიპლომატიურ პასპორტს და თუ მაგალითად მილანში სწორედაც რომ თმის შესაჭრელად ჩავა, საზღვარზე შეიძლება კი არა ნამდვილად გააჩერებს მას საბუთების შესამოწმებლად რომელიმე იტალიელი მესაზღვრე, რა მნიშვნელობა აქვს, რომელ იტალიურ გვარს მოვიგონებთ ახლა და იმან შეიძლება ჩახედოს კომპიუტერს და აღმოაჩინოს, რომ ლაპარაკი რომ კახაკალაძეს ეს ვინც შემოდის საზღვარზე, იმას ვის შემოდის საზღვარზე აქვს დიპლომატიური პასპორტი და რომ აღმოჩნდეს უცებ რომ ეს პირობითი გვარით, რა ვიცი მე, პირობითი გვარით მანიანი, ხო, ან ინტერის რომელიმე ფეხბურთელი გავიხსენოთ, დღევანდელი გამიჭირდება ალბათ წინა ფეხბურთელები და ხო წინა თაობის ფეხბურთელებიდან, ხო, მაგალითად ვიერი თუ არ ვცდები, სწორედაც რომ ინტერში თამაშობდა, რომ აღმოჩნდეს რომ ინტერის ფანია და არა მილანისა, ვერ იტანს ანუ სან-სიროზე გასულ ვერც ერთ მილანელ, ვერც ერთ კლუბ მილანის კლუბიდან ფეხბურთელს, იმ ვიერი, მართლა არ მახსოვს, ვიერი ფეხბურთელი ვიერი ინტერში თამაშობდა თუ არა, ამიტომ აქედან გამომდინარე აღარ გავრისკავ თქვენის ნებართვით. რო უთხრას კახაკალაძეს, რომ შენ გაქვს დიპლომატიური პასპორტი, ახლა ცდილობ შემოპარვას თლა ზუსტი სიტყვა არ არის, მაგრამ ჩვეულებრივი ბიომეტრიული პასპორტით შემოსვლას და მე როგორც მესაზღვრე შენი არ გიშვებ. გამორიცხავთ? მე არა. კაი, კალაძე თამაშობდა ფეხბურთს და კობახიძე ხომ არ თამაშობდა ფეხბურთს? ხო, ალბათ იმაზე უარესად თამაშობდა ვიდრე შალვა პაპუაშვილი. კარგით, ამ გვარ ლაპარაკს შევეშვათ ახლა
და გავაგზავნოთ. მოკლედ, ბიძინა ივანიშვილმა განიზრახა, მოიფიქრა, რომ ეს დებატები გამართულიყო. იმ ხანად კვლავ ვიმეორებ, როცა ეს მოიფიქრა, ეს პრობლემა არ იყო დასანქცირებული იმედი. ისინი შედიან განარა ევროკავშირის ტერიტორიაზე იმედის თანამშრომლები მიაპარებენ მხარზე გადაგიდებულ ეგრეთ წოდებულ შტატივებსა და კამერის დასადგამებსა და თავად კამერებს, მაგრამ მაინც ჩუმად, მაინც მოკრძალებით, მაინც ფრთხილად, მაინც დაფრთხალები არიან და გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩემი აზრით ვეღარ შევლენ შესაძლოა ვწდები. არ იყო დასანქცირება იმედისა და პოზიტივისა იმ ხანად, როცა ბიძინამ ეს მოიფიქრა სისხამდილით და არ იყო რაც მთავარია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეუთოს მოსკოვის მექანიზმებში შექმნილი ანგარიში, რომელიც ძალიან მძიმეა პერსონალურად ბიძინა ივანიშვილისათვის და რომელიც როგორც ჩანს, რა მნიშვნელობა აქვს სადმყოფმა ბიძინა ივანიშვილმა აბას თუმანში თუ შეკვეთილში, როგორც ჩანს, წაიკითხა და როგორც ჩანს, კი არა ნამდვილად ესაუბრა აბას პრინციპში ირაკლი კობახიძის ადასტურებს, ესაუბრა აბასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის. და ბიძინა ივანიშვილი ახლა ეცდება ჩემი ფიქრით, რომ ყველაფერი შეაწმინდოს, შესტენოს და გადააბრალოს, სწორედაც რომ ირაკლი კობახიძეს და ირაკლი კობახიძეს არც აქვს სხვა გამოსავალი, ვერ უხტება ის ოლიგარქს, დამფუძნებელ მამას, რომელმაც ირაკლი კობახიძე როგორც პოლიტიკური პერსონა შექმნა. ირაკლი კობახიძე კი არა, უნებოდ დარჩენილები არიან უკლებლივ ყველანი. ყველას ცხადია ვერ ჩამოვასახელებ, მაგრამ აი რამდენიმე დეპუტატად წოდებული კი გამახსენდება. მათიკაშვილი, წილოსანი, კახაძე, პარვენაშვილი, ერთი ხელის ხუთინცეც კი ვერ გავიხსენე, ყველა, ხო, უნდა გავიხსენო, უნდა ვეცადო. წილოსანი ვთქვი, წულუკიანი, სუბარი, ხუნდაძე, ეს ორი უკანასკნელი ხალხის ძალის წარმომადგენელია. შიბურდანიძე კიდევ ერთხელ უნდა ვახსენო. მოკლედ, სულ გამიჭირდება, ძალიან რომ დავძაბო გონება, მე პირი, რომელიც პოლიტიკურ საკითხებს მიმოვიხილავ ხოლმე ამბებს, 20 დეპუტატს თუ დეპუტატად წოდებულს თუ ჩამოვასახელებ, რაც გინდათ ის ქენით, რაც გინდათ ის მიქენით, თუ გინდათ დამავალეთ რომ ვირი ვარ და მყვირი ვარ, ნებისმიერი მათგანია. ამის მთქმელი, ოღონდაც კი ბიძინა ივანიშვილი მათ არ შეეხოს, მათი უსაფრთხოება არ შემოერღვეს, მათ არ დააბრალოს სამართლიანად თუ სამართლოდ რამე, რომეო მიქაუტაძე, რომელიც 10 წლით მაინც ჩატოვეს საპატიმროში, ის მზად იყო, რომ ყველაფერი მიეცა ბიძინა ივანიშვილის, ოღონდ კი დახსნილი იყო, მსგავსად ბაჩიაშვილისა, მაგრამ არ დაინდო ბიძინა ივანიშვილმა პერსონალურად და სასამართლო კლანმა ასევე ფორმალურად რომეო მიქაუტაძე. ესენი შეიძლება ნაკლები, შეიძლება კი არა, ნამდვილად ნაკლები ექნება მოპარული რომელიმე ერთ დეპუტატს ჩამოსახელებულთაგან, მაგრამ ისინი მაინც დაფრთხალები არიან. სხვებიც კი, რომლებიც შედარებით დიდრები არიან, ვიდრე სოზარ სუბარი, ისინიც კი დამფრთხალები არიან. აი ვასილ ჩიგოგიძე, ასე მაგალითად, ან გოჩა ენუკიძე, მეფეს რო უწოდებ და საკუთარ თავს რაჭის რეგიონის მეფეს. მოკლედ, ბიძინას რისხვა, ჩემი მოსაზრებით, ყველაზე არ გადავრცელდება, მაგრამ ზოგს კი დაატყდება თავზე და ირაკლი კობახიძეს არ შეეძლო და ვერ შეეძლო, ვერც მოახერხებდა, რომ გამძვრალიყო და აქედან გამომდინარე თავი დახარა და თქვა, რომ ვირი ვარ და მყვირი ვარ, არა, სწორია შესაძლოა, მაგრამ კი, ბატონო ბიძინა, მე მივიღებ მონაწილეობას, სწორედ მე მივიღებ მონაწილეობას ამ დებატებში და აი ნახეთ როგორ გავანადგურო და ვერ გაანადგურა ოპოზიციის ან საზოგადოების წარმომადგენლები. ვერ გაანადგურა ეს ჩემი შეფასებით, ბიძინა უყურებს თუ არა ასე, არა, მე გეტყვით, რომ ბიძინას შესაძლოა მოსწონს უკლებლივ ყველა არგუმენტი, რომელსაც საზოგადოებას და ოპონენტებს უზიარებს, რომლითაც უპირისპირდება ირაკლი კობახიძე, სწორედაც რომ ოპონენტებს შესაძლოა მოცემულ ეტაპზე ბიძინა ფრიად გახარებული, აღფრთოვანებულია, მაგრამ მეორე მხრივ, ახლა მე გაჩვენებთ ერთ ვიდეოს, ან ორ ვიდეოს. მეორე მხრივ რა ვიცით, რომ ბიძინა სულ კმაყოფილი იქნება, სულ ბედნიერი იქნება. აი, მაგალითად აი ეს ვიდეო ვნახოთ. Open link. 2023 წელს ბატონო ამ ახალგაზრდა კაცს ქვია ბერდიას იჭინავა. გახარიადან არის. საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ კოლ-ცენტრებთან დაკავშირებით. გახსოვთ მაშინ თქვენი ცინიკური დამოკიდებულება?
კარგი კითხვაა, ხო, აი სულ აკრიტიკებ გახარიას პარტიის წარმომადგენლებს და თავად გახარიასაც, მაგრამ კოლ-ცენტრებთან დაკავშირებით, ხო, აი ამ ტრანსნაციონალურ დანაშაულთან დაკავშირებით მართლაც მედია, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საგამოძიებო ჟურნალისტიკით დაკავებული პირები სულ ლაპარაკობდნენ და სულ ამბობდნენ, რომ აი მაგალითად ლილუაშვილს აქვს ეს კოლ-ცენტრები, ლილუაშვილი მფარველობს, ფარცხალაძე მფარველობს ამ კოლ-ცენტრებს. როდესაც ამაზე ლაპარაკობდი, ირაკლი კობახიძე და მამუკამდინარაძე მაგალითად სხვები და სხვები, არ ვიცი რამდენად სწორი შეფასება, მართებული შეფასება, მაგრამ იხევდნენ ტანსაცმელს ზედ და ამბობდნენ, რომ როგორ გეკადრებათ, ვის აკადრებთ, რას ამბობთ, რას ბრძანებთ. ეს ასე არ არის. ჩვენ არ ვიცით ვის აქვს კოლ-ცენტრი, მაგრამ ირაკლი კობახიძეს ასე ამბობდნენ, რომ არ ვიცით ვის აქვს კოლ-ცენტრი, მაგრამ ლილუაშვილს კი არა აქვსო. ბერდია სიჭინავა, გახარიას პარტიის წარმომადგენელი, ამას ეკითხება და კითხვის მეორე ნაწილია, ბარემ გეტყვით, რომ ფარცხალაძეს რატო აფარებდით ხელსო და ირაკლი კობახიძე რასაც არ უნდა პასუხობდეს, ყველა პასუხი პრინციპში მაინც შეცდომაა, იმიტომ რომ და ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება ჩათვალოს, რომ შეცდომაა, გარკვეულ პერიოდში შეიძლება ეს პასუხი მოეწონა, მაგრამ აი ხვალზე ამგვარი პასუხი გაჭედილ მდგომარეობაში ყოფი ირაკლი კობახიძე პრემიერად მუშაობს, კაცო, რას ლაპარაკობთ, ხო? კაცი შეიძლება აღარც მოიწონოს და თქვას უთხრას ირაკლი კობახიძეს, რომ უკეთ უნდა გეპასუხა ვინმე ბერდია სიჭინავასთვის. გავიგე, რომ გახარია მოღალატე, გუნდის მოღალატე და ამღალატებელი ცუდი პრემიერი, როვენდობოდი იმის წარმომადგენელია ეს ბერდია სიჭინავა, მაგრამ შენ კი უკეთესად უნდა გეპასუხავ. და რაც შეეხება რა უპასუხა აქ, ხო, არ ვიცი. ხან ვიცი უფრო ზუსტი რო იყო, მაგრამ არა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ფარცხალაძის გამო ირაკლი კობახიძე პერსონალურად ცხადია, ბიძინა ივანიშვილის დავალებით მაშინ არ ევასებოდა ივანიშვილს. ფარცხალაძე მაშინ ერთად იყვნენ ისინი. ფარცხალაძის გამო ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს შეაცვლევინა გადაწყვეტილება კანონი და ფარცხალაძე საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა დასანქცირებულს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ თუ მხრიდან და დასანქცირებულს იმიტომ რომ ის FSB-ს აგენტობაში იყო და არის მხილებული თურნავამ ავყვეთ ქვემოდან თურნავას მოადგილებ თურნავამ რომელიღაც მინისტრმა პრემიერ-მინისტრმა და ბიძინა ივანიშვილმა კარდ ბლანში მისცეს უთხრეს რომ რაც გინდა ისქენიო ოღონდ მერე ბიძინა ივანიშვილს აღარ მოეწონა აქ ეს ხსენებული ფარცხალაძე აქ სხვათა შორის ამ პასუხში ირაკლი კობახიძე ამბობს რომ მაშინო ჩვენ აბსოლუტურად სწორედ მოვიქეცითო ფარცხალაძეს რომ დავაფარეთ ხელიო შენი მეგობარი ვინც არის ხო ის შენი მეგობარია სულ მაშინაც კი თუ მასზე პასუხისმგებლობას აღარ აიღებ განაგდებ ამ მეგობარს ხოლმე ირაკლი კობახიძე ამას ცდილობს ის ამბობს რომ 2024 წლის 8 თებერვლიდან საქართველოში ერთლარად არ გაუმიუციათ თანხა თუ რა ქვია მიწა არც არავისთვის კითხვაზე ლევან დავითაშვილის ძმამ საგურამოში როგორ არასრული 1 ჰექტარი 8500 თუ არ ვწდები კვადრატული მეტრი ამდენ და ამდენ ამ თანხად როგორ ჩაიგდო ხელში ირაკლი კობახიძე ამბობს რომ ის იქნება მუნიციპალიტეტის გაკეთებულია მთავრობის თავმჯდომარე სტენის აი გადააბრალებს ცხეთის მაღალი ალბათობით ხო ცხეთამთიანეთის მუნიციპალიტეტს თუ შესაბამის უწყებას თუ ეს ასე მოხდა საერთოდ ესე ვთქვათ ლევან დავითაშვილის ძმის თვის რაღაც იაფად 8500 თუ 10000 ანუ 1 ჰექტარი კვადრატული მეტრი მიწის ხელში ჩაგდებას ეს ჩემი პასუხისმგებლობა არ არისო და 8 თებერვლამდე არსებულ გადაცნომებზე კი შეცდომებზე დანაშაულზე კი ამბობს რომ მე 8 თებერვლიდან 24 წლის 8 თებერვლიდან ვარ პრემიერ-მინისტრი მანამდე რაც ხდებოდა ეს ჩემი საქმე არ არის აი ხიდაშელს რომ ისეს ნახევარ რაჭაზე მეტი ეს ჩემი ბრალი არ არის ეს ღარიბაშვილის ბრალიაო ამას არ ამბობს ესე ვერ წარმოთქვამს მაგრამ პრინციპში ასე გამოსდის ღარიბაშვილზე რას ამბობს ამაზე ოდნავ მოგვიანებით ასე არ არის მე მკვიდრეობითია ყველაფერი არა თუ ქართული ოცნების წინა პრემიერის პასუხისმგებლობას უნდა იზიარებდე როგორც მისი თანაგუნდელი ანუ ამ შემთხვევაში კობახიძე ღარიბაშვილის პასუხისმგებლობას ღარიბაშვილი კი მანამდე ვინ იყო პრემიერ-მინისტრი გავიხსენოთ გახარიას პასუხისმგებლობას გახარია ბახტაძე კვირიკაშვილი ისევ ღარიბაშვილის და ღარიბაშვილი ივანიშვილის და ივანიშვილი 2013 წელს 12 წელს პრემიერ-მინისტრად მოსული ბუნებრივია უნდა იზიარებდეს იმიტომ რომ ქვეყანაზე ვსაუბრობ და არა რაღაცა კანტორაზე კოოპერატივზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილი ეს ახლა
ვოცნებდი რა ხო ის უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას იმაზე რა აკეთა წინამთავრობამ ანუ განგრძობითობას ამ კუთხით ამ ჭრილში აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა ხო და კითხვა ასეთია ბიზინა ივანიშვილს ეს პასუხი მოეწონება რაც გასცა ირაკლი კობახიძემ ინიციატივის მიმართ მაშინ როდესაც გეუბნებოდით რომ ქვეყანაში ტრანსნაციონალურ დანაშაულს ხელს აფარებდა ტრანსნაციონალურ დანაშაულს მაღალი პოლიტიკური თანამდებობა ამ ხელს აფარებდნენ დამოკიდებულება იყო ზერელე ზერელე დღეს თქვენ ამაზე პასუხისმგებლობას იღებთ როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე და გადაწყვეტილების მიღების მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი საქართველოს პარლამენტში თქვენ ჩააგდეთ ეს ინიციატივა და 3 წელი მიეცეთ შესაძლებლობა გრიგოლ ლილუაშვილს ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები დაეზიანებინა და თურქი ვიღაც ინვესტორისგან ой ძალიან საინტერესო დეტალია თურქი ინვესტორისგან 1 მილიონი ლარი მიუღია იცით თქვენ პრინციპში ლილუაშვილს და ოღონდ ლილუაშვილს ქთამისახით და ოღონდ მაშინ როცა ეუბნებოდი კობახიძეს მაშინ ხო პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ჰქონდა მიღებული ბიზინა ივანიშვილს ეუბნებოდი ივანიშვილს და კობახიძეს რომ აი ლილუაშვილი ამგვარ რაღაცეებს ჩადის რას ლაპარაკობთო როგორ გეკადრეთ თქვენ ხართ კოლექტიური ნაცებიო თქვენ ჩვენს ომში ჩათრევას განაპირობებთ თუ გინდათო ჩვენი ომში ჩათრევაო და ასე ამას პასუხობდნენ მე ბიზინა ივანიშვილი ადგა მარჯვენა ფეხზე დალია ისევ სტაფილოს ან ისიც თქვა როგორც უტრირებაა ცხადია ხო ან გრეიპფრუტის წვენი ეს გრეიპფრუტის წვენი შეიძლება ნაკლებად მოსწონს ვიდრე სტაფილოსი და გადაწყვეტილება მიიღო დაეკლა პოლიტიკურად ლილუაშვილი რომელიც ახლა არ ვიცი ამდენი კვადრატული მეტრი ეს საბადიმოს საკნები სადაც არის რუსთავში თუ გლდანში ახლა წამოწოლილია და ფიქრობს რას ფიქრობს ლილუაშვილი ცუდი კაცია ბიზინა ივანიშვილიო ღარიბაშვილი რას ფიქრობს ხსენებული რომეო მიქაუტაძე ბურჭულაძე ჯუანშერი რას ფიქრობს და კიდე პატარ-პატარა წვრილფეხობა რომელიც გამოამწყდია ბიზინა ივანიშვილმა საბადიმოში ბიზინა ივანიშვილი ამდენ კმაყოფილი იქნება ამ პასუხით რომელიც გასცა ირაკლი კობახიძემ ვერ გეტყვით არ ვიცი I don't know არ ვიცი ვერ გეტყვით მაგრამ აი შესაძლოა მეორე ეს სამწუთიანი ვიდეოა ცოტა მეტი არ ვნახოთ ხო მაგრამ მეორე ვიდეოც ვნახოთ ბოდიში ეს არის ეს მე მგონი ბოდიში 2023 წელს არა ეს იგივეა ბოდიში ესე იგი ქვედა მე აქ ლინკებად ამო წერილი დაკოპირებული ღარიბაშვილი კორუმპირებულია თუ არა ტერმინს არ გამოვიყენებ და კორუმპირებულია თუ არა შეფასებას არ ვიცი რატო არის ეს რატო აი ჩვენში დარჩეს და 7 მილიონი სახში მე ხარ ჩემს იმას ფიქრებზე არ ვილაპარაკობ ხო მე რასაც ვფიქრობ რომ საშვიდიც ქონდა და 70-ის და 70-ის და 140 არა 7 მილიონი დოლარი აღმოუჩინეს სახში პრემიერ-მინისტრს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ოქროს ზოდები აღმოუჩინეს კიდე რაღაც ოქროულობა ვერცხლეულობა ბრილიანტეულობა ეგ გავიგე რაღაც საათები რომლის მიმართაც ფეტიში ჰქონდა და გეკითხები არ კონკრეტულად ვერს წირავს ბოლომდე ვერს წირავს ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე ძმაკაცია არა ძმაკაცი არ არის პირიქით ეს არის ინიციატორი რომ ღარიბაშვილის მიმართ ამგვარი ქმედებები განხორციელებული იყო ამანაც დაუსაბუთა ბიზინა ივანიშვილს რო ირაკლი ღარიბაშვილი გახარია მოღალატე ხოლო ეს კი საერთოდაც კორუმპირებულია მაგრამ თუ არის კორუმპირებული მაშინ რატო ვერ ამბობს არა ეს არ არის ჩემთვის საინტერესო ახლა რიტორიკული კითხვები დავსვათ ერთ-ერთი რიტორიკული კითხვა არის ამგვარი კი მაგრამ ბიზინა ივანიშვილს მოეწონება კი ირაკლი კობახიძის ეს პასუხი იქნება და ბიზინა ივანიშვილს მოლოდინია კან შეიძლება არა აქვს ვერ გეტყვით რომ ირაკლი კობახიძემ გასცეს პასუხი ამგვარი მკვეთრი დიახ ირაკლი ღარიბაშვილი იყო კორუმპირებული ამგვარ დეტალებზე უნებრივია ირაკლი ღარიბაშვილთან კი არა ირაკლი კობახიძესთან არ უფიქრია არ უმსჯელია ბიზინა ივანიშვილს მან გასცა ზოგადი დავალება მიიღეთ მონაწილეობა ამ დებატებში და ბეჭებზე დაანარცხეთ ოპოზიციის წარმომადგენლები ამ ახალგაზრდაკაცს რა ქვია იგა ამბის ხო რა ქვია ნიკაო ბოლაზე არაჩვეულებრივი სპიკერია მეორეჯერ თუ მესამეჯერ ვნახე ზედიზეთ სწორედ კობახიძესთან დებატებში არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არ არის როგორც ვიცი და აჭიკარტებს და კუთხეში ამწყდებს პრემიერ-მინისტრად წოდებულს მოკლედ რატო ყვები ამ ყველაფერს ბიზინა ივანიშვილმა ვინც ის და არა სულ არ ჰქონდა ჩაფიქრებული რომ ირაკლი კობახიძე ასე გაეფარჩაკებინა მაგრამ გამოსდის რომ ბიზინა ივანიშვილს
რომ ირაკლი კობახიძე ფარჩაკდება რა იბიძი და თითქოს ითრევს, ანუ იღებს არგუმენტს, რატომ უნდა მიაჭიკარტოს, რატომ უნდა გაანთავისუფლოს ირაკლი კობახიძე მას ვერ მიედავები კორუმპირებულობაში, რამდენადაც ვიცით ყოველ შემთხვევაში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა? არა, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი აღარ არის, მე მგონი, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი რო იყოს, მაშინ არ გაუშვებდნენ ნაცები, ხო, მას. ანუ აღარ არის ნაციონალური მოძრაობა, იყო ეხლა. ხო, ანუ შენ მე კი არა, შენ შეიყვარი მაყურებელი შეცდომაში. ანუ ჩვენ შევხავს მაყურებელი. მოკლედ, იგავოლოზე არ იქნება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, თუმცა ინგამ ეს მითხრა და მე ინგას სახელითაც და ჩემს სახელითაც ნიკასაც და საზოგადოებასაც აუდიტორიას ვუბოდიშე. მოკლედ, ამბავი ეს არის ბიზნა ივანიშვილი თითქოს ხაფანგი დაუგო ბიზნა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს, ესე დავარქვათ იმბა, ხაფანგი, ბიზნა ივანიშვილის ხაფანგი. ძახილის ნიშანი. დროდროდა. კემა მაყურებელი მეტი გყავდეს. ბიზნა ივანიშვილის ხაფანგი, ასე დავარქვათ ამ ვიდეო ბლოგს. ირაკლი კობახიძეს რომ უნდა შეეტენოს ყველაფერი, რაც ხდებოდა ამ ქვეყანაში. ამას პრინციპში ვგრძნობთ და თქვენც გრძნობთ ქართული ოცნების მაყურებელს მიმართავ, რომელიც შემოიჭყიტავს ხოლმე ჩემს ვიდეო ბლოგებში და აი ტაბლიაშვილი რაც უნდათ დამოუკიდებელი პოლიტიკოსი, აი გადამოწმება რამდენად კარგია. ხო, ამბისა. ჩვენ ვამოწმებთ ხოლმე, ჩვენ და ყველა კარგი ჟურნალისტი ამოწმებს ხოლმე ამბავს, ცნობას და ასე შემდეგ, უმრავლეს შემთხვევაში მაინც ასე ვიტყვი, თუმცა საზოგადოებრივი მაღალი ინტერესი თუ არის, გადამოწმების გარეშე შეიძლება მე ყოველ შემთხვევაში ესე მიყვარს, რომ აი ერთი წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას მოვაგაწვით ხოლმე, თუ საზოგადოებრივი მაღალი ინტერესი არის. მაქვს ამგვარი ინფორმაციები დახვავებული აი ამ ტელეფონში და რა ვიცი, რაღაცებს საუბრობთ რაღაცებზე. არა. ბიზნა ივანიშვილი პირველ ყოვლისა იმის გამო, რომ ეუთოს მექანიზმების ფარგლებში დაწერილი ანგარიში არის უმძიმესი მისთვის, ახლა დაიწყებს განტევების ვაცის ძებნას. ვინ არის ამაზე უკეთესი განტევების ვაცი, როგორ გონიათ? არა მაგთმები თორე ესე გადმივარცხნილი მეც მსგავსად ირაკლი კობახიძისა. ალბათ მე არ მიშველიდა და მასაც არ უშველის. ნახვამდის.